გამარჯობა ძვირფასო ჭადრაკის მოყვარულებო. ამ ვიდეოთი მინდა გავხსნა რუბრიკა სახელწოდებით მოდით დავარქვათ მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო სვლა. და ამ რუბრიკაში ჩვენ მოვიხილავთ ულამაზეს კომბინაციებს და ტაქტიკურ დარტყმებს. დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ ერთი ცნობილი პარტიის ფრაგმენტი, რომელიც იქნა თამაშები 1912 წელს გერმანიის საჭადრაკო კონგრესზე ლევიცკისა და ფრენკ მარშალს შორის. ესე იგი სტეფან ლევიცკი, ფრენკ მარშალი. ლეგენდარული ფრენკ მარშალი იყო მრავალგზის აშშ-ის ჩემპიონი ჭადრაკში. თქვენს წინაშე არის პოზიცია თეთრების 22 სვლის შემდეგ. თეთრებმა ითამაშეს ლაზიერი ჟ5 და ეხლა რო დააკვირდეთ, პაიკი რო არ იყოს ჟ2-ზე, რომელიც იცავს კუს და იცავს f3 უჯრას, ანუ f3 უჯრას რო არ იცავდეს, მაშინ მხედარი f3 ქიში იქნება და მხედარი კლავს ჟ5-ს. ესე იგი, პაიკი ჟ2 არის გადატვირთული და შეგვიძლია ჩვენ ეტლით ის ავიყვანოთ, რაც გააკეთა მარშალმა. ეხლა რა თქმა უნდა ჟ8-ზე უბრალოდ მხედარი f3 ქიში, მეფე ჟ2 და მხედარი კლავს ჟ5-ს. ნუ ეს არ ვარგა, ხო? ამიტომ ლევიცკიმ მოიფიქრა სხვა გზა. მან გადაწყვიტა, რომ დაემუქროს ჯერ ლაზიერს ეტლით c5-დან, ანუ თან ერთი ფიგურა გაიყვანა მხედარი f3 ქიშის შემდეგ ჩანგლიდან. ლაზიერმა რო ითამაშოს ახლა რაღაც სვლა, შემდეგი თეთრების სვლა იქნება ეტლი c7 და შეიქმნება მუქარა ჟ7 პუნქტზე. შამათის მუქარა. თქვათ შავები თუ ითამაშებენ ჟ6, მაშინ ლაზიერი e7 და ისევ მუქარა და ლაზიერსაც გაიყვანენ ამ ჩანგლის მუქარიდან და შემდეგ შეეძლებათ ან შამათი ჩასვან ან ჟ8-ში. მაგრამ აქ ფრენკ მარშალმა ითამაშა აი ასეთი სვლა. აქ შეგიძლიათ ვიდეო გააჩეროთ და ყბა ჩამოუშვათ. როგორც ძველ ბერძნულ თეატრში იყო, Deus ex machina, ქვია ამას, ანუ გადაუჭრელი პრობლემების ერთი ხელისმოსმით გადაჭრა. როდესაც ღმერთი ჩამოდიოდა, უბრალოდ მსახიობი ჩამოდიოდა რაღაც სპეციალური მექანიზმების მეშვეობით სცენაზე და სპექტაკლის გმირების პრობლემებს აგვარებდა. აი ზუსტად იგივეა აქ. ლაზიერი ჟ3, ბუმ. თითქოს შეხედეთ, 3 დარტყმის ქვეშ დგება ლაზიერი. ანუ მას ემუქრება პაიკი a8-დან, პაიკი f2-დან, ლაზიერი ჟ5-დან. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ჭადრაკში ყველაფერს აქვს ლოგიკური ახსნა. ყველა კომბინაცია თქვენ შეგიძლიათ ახსნათ ლოგიკურად. მოდით ვნახოთ ახლა რა არის ლაზიერი ჟ3-ის იდეა. რა მუქარა შექმნა შავებმა? შავებმა შექმნა კონკრეტული მუქარა. ლაზიერი a8 შამათი. რა უნდა ითამაშოს თეთრებმა? ნუ პირველი რაც ხდება თავში, ეს არის hž. მოუკალით ფიგურა, რომელიც 3 ფიგურის დარტყმის ქვეშ დადგა თავისი ნებით. მაგრამ აქ მხედარი e2 შამათია. ესე იგი არც ისე ცუდი სვლა ყოფილა ეს ლაზიერი ჟ3. მოდით ვნახოთ ახლა რა იქნება თუ თეთრები ითამაშებენ f6-ს. ამ შემთხვევაში მხედარი e2 ქიში დააკვირდით ეტლების ურთიერთ დაპირისპირებას f-ხაზზე. მხედარი e2 ქიშზე შავ მეფეს ერთადერთი სვლა აქვს a7-ზე. მეფე a7 და ეტლი კლავს f1-ს შამათი. ეს არის შამათი, რომელიც იყენებს პირველი ჰორიზონტალის დაუცველობას. ახლა დავუბრუნდეთ ისევ ლაზიერი ჟ3-ს. გვაქვს სვლა ლაზიერი კლავს ჟ3-ს. მაშინ მხედარი e2 ქიში. ეს არის ჩანგალი. მეფე a7-ზე მხედარი ჟ3 ქიში. hž შეუძლებელია, h-პაიკი დაბმულია, fž-ზე ისევ პირველი ჰორიზონტალის სისუსტე, შამათი. მეფე ჟ1-ზე, მაშინ მხედარი e2 ქიში, მეფე a7 და ეტლს გავწევთ თქვათ c3-ზე, თუნდაც შავები რჩებიან ზედმეტი ფიგურით და აბსოლუტურად მოგებული პოზიციით. ნახოთ ახლა თქვათ ლაზიერი ჟ3-ზე თუ თეთრებმა ითამაშეს ლაზიერი e5. ანუ ამ სვლის იდეა არის, რომ ლაზიერი a8 შამათი არ დაუშვა. ამ შემთხვევაში ლაზიერი a8 ქიშზე, ანუ რენტგენით დაიცვა a8 უჯრა თეთრებმა. ანუ ასე შავები აგებენ. ესე იგი არ ვარგა. ლაზიერი e5-ზე მაინც მხედარი e2 ქიში, მეფე a7 და ეტლი a8 შამათი. როგორც ხედავთ,
ჭადრაკში ყველა სვლას, ყველა კომბინაციას აქვს ლოგიკური ახსნა. ლაზიერში ეს სამი თითქოს და სვლა, რომელიც ჩვენს უძლიერეს ფიგურას სამი ფიგურის დარტყმის ქვეშ აყენებს, თურმე ფლათასე არ ყოფილა. ანუ უფრო ღრმად უნდა ჩავეძიოთ ხოლმე მოწინააღმდეგის ყველა სვლას, უნდა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა, თუ რა სურს მოწინააღმდეგეს, რას გავაკეთებდი მე მოწინააღმდეგის ადგილას. სხვათა შორის, ამას ქვია პროფილაქტიკური აზროვნება ჭადრაკში, ეს ტერმინი შემოიღო ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა მარკ დვორეცკიმ. აი ასეთი ლამაზი კომბინაციით ჩვენ გავხსენით რუბრიკა მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო სვლა. მე ამაზე გემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც არანაკლებ ლამაზი კომბინაციები შეხვდება. აბა დროებით.